მუშაობს ადამიანის ენერგეტიკული ველი, სად იკარგება ჩვენი ენერგია, უხილავი ფსიქოლოგიური ენერგია, ეზოთერიკაში სასიცოცხლე ენერგია როგორ გაედინება, ვამპირიზმს ვეძახით ამას, როცა ჩვენი ენერგია მიაქვთ, როცა ჩვენ შეიძლება ვიღაცის ენერგიას ვიღებდეთ, მაგრამ აი ცოტა ფსიქოლოგიურად და ცოტა ეზოთერულად ერთმანეთთან რომ შევათავსოთ ეს როგორ მუშაობს სისტემა, აი ამაზე მინდა დღეს გელაპარაკოთ, დაგიხსნათ. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახლა ჩემი ინტერესის სფერო უხილავი ენერგიის დაკარგვა სად ხდება და როდესაც საუბრობთ მაგალითად აი ვამპირებზე, თუნდაც ხო ეს არის როცა უკვე აქტიურად მოდის ადამიანი და ან სულ რაღაცას გთხოვს მაგალითად, ან სულ წუწუნებს სიტყვაზე, ან სულ რაღაც დეპრესიაში, ან სულ დაღლილი არის, ან სულ რაღაცა ჭირს. შეიძლება იყოს ადამიანი ამ მდგომარეობაში, მაგრამ თუ მისი ეს მდგომარეობა ჩემი პრობლემა ხდება, მე მიწეს რაღაცების გაკეთება მისთვის. მან კარმული ასპექტები ჩანს პირველ რიგში, სად აქვს ადამიანს აი ეს სხვის ენერგიაზე ჯდომის ტენდენცია და ყველას გვაქვს გარკვეულწილად სადღაც ყველას გვაქვს ისეთი სფერო, სადაც ჩვენ მაინც ენერგეტიკულად ვერ ვაწარმოებთ ენერგიას და სხვის ენერგიაზე გვინდა დაჯდომა. მე თუ რაღაც პრობლემები მაქვს შინაგანი, ხო? მაგალითად მიჭირს დისციპლინის გამომუშავება, ხო? შეიძლება ვნახო პარტნიორი, რომელსაც ეს დისციპლინა აქვს დიდი დოზით. შესაბამისად, მე დავჯდები არაცნობილ დონეზე მის ენერგეტიკაზე. ან მე თუ ვარ ზედმეტად დისციპლინირებული, მაგრამ ზედმეტად უკვე შემაწუხება ცოტა კომუნისტური ფსიქოტიპის ის რო ვეძახით ხოლმე წესების ადამიანი, შეიძლება თავისუფლების მქონე ადამიანთან მქონდეს მიზიდულობა და კი არ შევიცვალო. ანუ ეს იმისთვის კი არ გამოვიყენო, რომ მე მივხვდე, რომ აკლია ეს ენერგია და ნელა დავძრა ჩემი სატურნული ენერგიას, რო ვეძახით ხო და გადავიდე ცოტა თავისუფლების ენერგიაზე, არამედ მისგან მივიღო ეს თავისუფლება, მე არ შევიცვალო სადღაც, ხო? აი ეს არის ყველაზე უხილავი ენერგეტიკული გადინება ან ენერგეტიკული სხვის ვიბრაციაზე ჯდომა, რაღაც ფას ვიხდით ამ ყველაფერში. ენერგეტიკული ვამპირიზმი. ანუ მე არაცნობიერად ქმნი მთელ ფსიქიკის ნარატივს, როგორი ცხოვრების წესი უნდა მქონდეს, როგორი გამოწვევები უნდა მქონდეს და აქ მე შემექმნას არაცნობიერ დონეზე პრობლემები, რომ მე სხვის ენერგიაზე დავჯდე. ეს ისე არაცნობიერად ხდება. ანუ აქ ის კი არ არის ჩვენ გვინდა ეს. აი ეს უბრალოდ ესე მიდის, ანუ თითქოს ეს ვამპირული ენერგია თავისით აი ესე გარკვეულწილად ესე ქმნის თელ ცხოვრების ნარატივს, რომ მე აქ ენერგია არ ვაწარმოო, მაგრამ მივიღო სხვებისთვის. ხაგანებით ყველას გვაქვს ეს პრობლემა და პრობლემა არ არის, ეს არის ნორმალური ჩვეულებრივი თემა, ოღონდ ლოგიკური ზღვარი არსებობს.